ვაგრძელებთ გადაცემას დღეს ფინანსური სექტორის რუბრიკაში ეროვნულ ბანკთან არსებული დავების გამხილველი კომისიის გაზრდილ უფლებამოსილებაზე ვისაუბრებთ. საკანონმდებლო ცვლილებები მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაძლიერებას ისახავს მიზნად, რაც ქვეყნის ცენტრალური ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შეგახსენებთ, დავების გამხილველი კომისია სეფთან არსებული დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც მომხმარებელსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შორის დავის განხილვის ალტერნატიულ მექანიზმს უზრუნველყოფს და არსებობის ორწლიანი ისტორიით მნიშვნელოვან შედეგებსაც აგენერირებს. საკანონმდებლო ცვლილებების დეტალებზე გაზრდილ მანდატსა და სტატისტიკაზე სასაუბროთ, რაც მომხმარებელთა მიმართვიანობის ტრენდს, განხილული საკითხების სიმრავლესა და ანაზღაურებული თანხების მუდმივად მზარდ ოდენობას აჩვენებს. დავით ზუხბაია, ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის დავების გამხილველი კომისიის მხარდაჭერის განყოფილების უფროსი გვერდდება. მოგესალმებით, დავით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მიხარია, რომ აღნიშნულ საკითხზე კვლავ ხვდებით ერთმანეთს და მით უმეტეს სიახლით, რომელიც მომხმარებელთა საუკეთესო ინტერესების დაცვას ემსახურება კიდევ უფრო მეტად. საკანონმდებლო ცვლილებები პირველ რიგში ამაზე დავიწყოთ, რა თქმა უნდა, საუბარი. 50,000 ლარიანის ზედაზღვრით განსაზღვრული დაშვება დავის საგნის გაიზარდა ორჯერ, გაორმაგდა და დღეს უკვე 100,000-ია. მოდით განვმარტოთ ეს საკითხი, რამ განაპირობა აღნიშნული ცვლილების აუცილებლობა, რა აჩვენა სტატისტიკამ, რომელიც არის საკმაოდ სუყე და რომელსაც ჩავშლით საუბრის განმავლობაში. გამარჯობა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, ასევე მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს საკითხს, დიახ, როგორც თქვენ ბრძანეთ, დავების გამხილველი კომისიის მანდატი, ასე ვთქვათ, ფართოვდება და დავის მოცულობა, ასე ვთქვათ, მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი თანხის ზედაზღვარი ორმაგდება, გაორმაგდა პრინციპში და შეადგინა 100,000 ლარი. ანუ კანონმდებლობით აქამდე განსაზღვრული იყო, რომ მომხმარებელს შეეძლო კომისიისთვის მიემართა ბანკისთვის დაევალებინა არაუმეტეს 50,000 ლარის ანაზღაურება. ეს შეიძლება ყოფილიყო არაავტორიზებული ოპერაცია და ასე შემდგომ, ალბათ მოგვიანებით ვისაუბრებთ აღნიშნულზე და ეს გახდა 100,000 ლარი. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, რათა უფრო მეტად გაძლიერებული იყო მათი დაცვის მექანიზმი და პრინციპში აღნიშნული განაპირობა კომისიის და სების პრაქტიკა, იქიდან გამომდინარე, რომ ფიქსირდებოდა არაერთი საჩივარი, რომელიც ასე ვთქვათ აჭარბებდა ამ ზედაზღვას 50,000 ლარს. შესაბამისად გამოიკვეთა საჭიროება მომხმარებელთა უფლებების მეტად დაცვისთვის, გაზრდილი იყო აღნიშნული ზღვარი. ასევე საინტერესოა ის გარემოება, რომ იმ მომხმარებლებმა, რომლების დავის საგანიც აღემატებოდა 50,000 ლარს, შეამცირეს აღნიშნული მოთხოვნა, რათა კომისიის ზღვარში მოქცეულიყვნენ და კომისიისთვის უკვე ქვემდებარე საკითხი გამხდარიყო, ხოლო ნაწილმა გადაწყვიტა მიემართა უშუალოდ სასამართლოსთვის. შესაბამისად აქედან გამომდინარეობდა გადაწყვეტილება გაზრდილი იყო აღნიშნული ზედაზღვარი. კი ბატონო, ანუ საჭიროება მაჩვენა ეს ცვლილება, რომელიც იქნება შედეგიანი და ალბათ აისახება ეს სტატისტიკაზე მომართვიანობის, რადგან დადგა ის საკითხი. კიდევ ერთი სიახლე გადაწყვეტილების ჩაბარებასთან და ასევე სების ვებგვერდზე გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ საკითხს უკავშირდება. მოდით ესეც განვმარტოთ ჩვენი მაყურებლისთვის, თუ რას გულისხმობს. დიახ, შემდეგი ცვლილება შეეხებოდა უკვე სების კომისიის გადაწყვეტილების გაგზავნას მხარესთან და საიტზე გამოქვეყნებას იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების ჩაბარება რომელი მხარესთან პრინციპში უფრო მომხმარებელთან ვერ ხერხდება. რაც შეეხება პირველ ნაწილს, ისე მხარების ინტერესებიდან გამომდინარე, დაშვებულია კანონმდებლობით, მათთან კომუნიკაცია, როგორც ფიზიკური პოსტის საშუალებით, ასევე ელექტრონული პოსტის საშუალებით. ამ ეტაპისთვის, ასე ვთქვათ, გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებამდე არ იყო დაზუსტებული, რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ელექტრონული პოსტით იგზავნება, როდის ჩაითვლება ის ჩაბარებულად, რაც ავტომატურად დაკავშირებულია უკვე ვადებთან, ადმინისტრაციულ წარმოებასთან და ასე შემდგომ. უკვე მკაფიოდ განისაზღვრა კანონმდებლობაში მეილით გაგზავნის შემთხვევაში, როდის ითვლება ჩაბარებულად. ვახსენოთ ესეც, როგორ არის ვადები განსაზღვრული? დიახ, ასეთ შემთხვევაში თუ კი მეილით გაიგზავნა გადაწყვეტილება, მხარისთვის ჩაბარებულად ითვლება იმავე დღეს, მეილის გაგზავნის დღეს, შესაბამისად მის მიერ შესაბამისი ქმედების განხორციელება უკვე მოსალოდნელი
პირველი ასე ვთქვათ ვადის აცვლა იწყება შემდგომი სამუშაო დღიდან. და მეორე ნაწილი, როდესაც უკვე გადაწყვეტილების ჩაბარება ვერც მისამართზე ხორციელდება, არც ელექტრონული პოსტა წარმოუდგენია მომხმარებელს, ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილების ძალიან მოკლე შინაარსი ყოველგვარი ასე ვთქვათ კონფიდენციალური ინფორმაციის გარეშე, თუმცა მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით განთავსდება SEB-ის ვებგვერდზე, რათა მომხმარებელმა უკვე მას ჰქონდეს ამ არხით საშუალება შეიტყოს მისი ასე ვთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილების და უკმაყოფილებლობის შესახებ და დაგეგმოს უკვე შემდგომი ნაბიჯი მიმართოს კომისიას, წავიდეს სასამართლოში, მიმართოს უკვე უშუალოდ ბანკს, რათა დაელოდოს ანაზღაურებას და ასე შემდგომ. განსაზღვროს მისი შემდგომი ქმედება, აქ აუცილებლად კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, რომ კონფიდენციალურობა არის აბსოლუტურად დაცული მომხმარებლის. აბსოლუტურად. კი ბატონო, დავით, ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ კომისიის შექმნის საწყისებთან. სიმბოლურიც კი ჩვენი შეხვედრა დეკემბრის დასაწყისში, რადგან 2023 წლის სწორედ დეკემბერში დაიწყო კომისიამ ფუნქციონირება. 2 წელი შეუსრულდა უკვე კომისიას თავისი საქმიანობის. მოდით თავიდან დავიწყოთ, რა იყო მიზანი კომისიის შექმნის დამოუკიდებელი ორგანო, სწორედ ასე განისაზღვრება თქვენი მანდატი და რამდენად გამართლდა ის მიზნები, რაც გქონდათ. კი ბატონო, დავიწყებ ასე ვთქვათ დასაწყისით კომისიის შექმნის მიზანი, SEB-ის და საგადახდო სისტემების დეპარტამენტის ასე ვთქვათ მიზანი და мотиваცია იყო მომხმარებელთა უფლებების მეტად დაცვა და მექანიზმის გაძლიერება, ამასთანავე ელექტრონული გადახდების მიმართ მათი ნდობის და საკუთარ თავდაჯერებულობის გაზრდა, რაც ავტომატურად ასე ვთქვათ მოგვიანებით გამოიწვევდა მათი ამ სისტემაში მეტად ჩართულობას და ელექტრონული მომსახურებებით მეტად სარგებლობას. 2022 წელს შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც შემდგომ მიიღო პარლამენტმა და 2023 წლის დეკემბერში უკვე შეიქმნა შესაბამისად კომისია, უკვე ამას დახვდა მზად შესაბამისი მარეგულირებელი წესები, რომელიც განავრცობდა კანონმდებლობას და რაც შეეხება უკვე სტატისტიკას, პრინციპი ვიდრე სტატისტიკამდე გადავალ, საინტერესოა კომისიის მანდატი როგორია, რა დავებს განიხილავს კომისია, განიხილავს უშუალოდ საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებულ დავებს, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას მომხმარებელსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს შორის და პროვაიდერები არიან ნებისმიერი რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, ლიცენზირებული ბანკები, იქნება ეს კომბანკი, მიკრობანკი, ასე შემდგომ, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. სრული მოცვა პრინციპში იმ პროვაიდერებისა, რომლებიც გადარიცხვებს, ჩარიცხვას, განახდებას, თვითმომსახურების აპარატების მომსახურებას და ასე შემდგომ სერვისებს ახორციელებენ. კი ბატონო, და სტატისტიკა ახსენეთ, თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციით 151 საჩივარია შემოსული ამ 2 წლის განმავლობაში და 138 არის უკვე დასრულებული, რაც არის ძალიან კარგი მაჩვენებელი. შეფასება თქვენ მინდა გთხოვოთ ამ ნაწილში, ანაზღაურებული თანხის ოდენობა და შემდეგ უკვე როგორც მომხმარებლის, ასევე მეორე მხარის, ანუ საფინანსო სექტორის პასუხისმგებლობის ხარისხი, რამდენად არის მოწოდების სიმაღლეზე. დიახ, გეთანხმებით, 151 საჩივარი შემოვიდა კომისიაში, მათი ძალიან დიდი ნაწილი, თითქმის უმრავლესობა უკვე დასრულებულია და გადაწყვეტილებების 78% მიღებული იქნა მომხმარებლების სასარგებლოდ, შესაბამისად მომხმარებლებს დაუბრუნდათ მათ მიერ მოთხოვნილი თანხები, უმეტეს ნაწილს უკვე დაუბრუნდა, ხოლო ნაწილი ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმშია. რაც შეეხება ამის ასე ვთქვათ ფინანსურ ნაწილს, სტატისტიკას, უკვე მომხმარებლებს აუნაზღაურდათ 400.000 ლარი. ჩაერიცხათ შესაბამისი საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისგან, მათ შორის ბანკებისგან, რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს, ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია დაახლოებით 13 მიმდინარე დავის განხილვა არის კომისიაში და რაც შეეხება კიდევ დანარჩენ ნაწილს ფინანსური, ასე ვთქვათ, თანხის ნაწილისა, გასაჩივრებულია თავად პროვაიდერების მიერ, მათ შეეძლოთ კანონმდებლობით, ასე ვთქვათ, უნივერსალურად დაცულია უფლება ნებისმიერმა მხარემ, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, გაასაჩივროს სასამართლოში აღნიშნული გადაწყვეტილება. შესაბამისად ველოდებით როგორ იქნება შედეგი. და ამ ნაწილში სტატისტიკა რას აჩვენებს საფინანსო სექტორის წარმომადგენლების მიერ გასაჩივრებული, თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ვის სასარგებლოდ წყდება ხოლმე? ჯერჯერობით იქიდან გამომდინარე, რომ 2 წლის შექმნილია კომისია და გადაწყვეტილებები მეტნაკლებად ახალი მიღებულია, სასამართლო პროცესებიც მეტნაკლებად დროსთან არის დაკავშირებული, ჯერჯერობით გადაწყვეტილება სასამართლოს მხრიდან არ აგვაქვს, თუმცა რაც შეეხება იმ დავების მოცულობას, რომელმაც სასამართლოში გადაინაცვლა, ჯამურად არის დაახლოებით 200.000 ლარი.
კი ბატონო და მოდით ახლა ავხსნათ ჩვენს მაყურებელს, ვინც ჯერ კიდევ არ არის საქმის კურსში, რა ფორმით შეუძლიათ მათ თქვენთან მომართვა, ანუ პროცედურულად ეს ყველაფერი როგორ ხდება და გარდა ამისა საინტერესოა უკვე საბჭოს მუშაობის სპეციფიკა და დედლაინები ესეც მომხმარებლის ინფორმირებისთვის იმისათვის, რომ მათ ვთქვათ ერთგვარი სანდოობა გაუჩნდეთ, დაიცვან საკუთარი ინტერესები მეტად ვიდრე აქამდე. დიახ, ასე ვთქვათ, პირველი პრერეკვიზიტი, წინაპირობა, რომელიც მომხმარებელმა უნდა დაიცვას, რომელიმე ოპერაციის მიმართ დაუთანხმებლობის შემთხვევაში ეს იქნება არასანქცირებული ოპერაცია, რომელიც შესრულდა ინტერნეტ ბანკიდან, მობაილ ბანკიდან, შეიძლება ბარათის დაკარგვით, ციფრული საფულეების საშუალებით, რომელსაც კავშირი მომხმარებელთან არ ქონია და მისგან დამოუკიდებლად შესრულდა, ასეთი ნებისმიერი დაუთანხმებლობის შემთხვევაში, რომელიც გადახდას, გადარიცხვას, მაგალითად შეიძლება იყოს ბანკომატიდან თანხის განახდება, უშუალოდ არ გაანახდა იმდენი, რამდენიც მომხმარებელმა მოითხოვა და ასე შემდგომ, უნდა მიმართოს პირველ რიგში მომსახურე, საგადახდო მომსახურების providers, მათ შორის ბანკებს, რომლებიც უკვე ზემოთ ვახსენეთ და მათთან სცადოს საკითხის მოგვარება. ხოლო უკვე როდესაც მათთან საკითხი ვეღარ გვარდება და მომხმარებელი უკმაყოფილოა, სრულად უარი ეთქვა, ნაწილობრივ უარი ეთქვა ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია ამის შემდგომ მივიდეს კომისიაში, შეავსოს შესაბამისი საჩივარი, რომელიც ვებგვერდზეც განთავსებულია და შეუძლია როგორც ფიზიკურად შეავსოს ჩვენთან ოფისში ვიზიტით, ასევე ელექტრონულად და გამოაგზავნოს როგორც ელექტრონული პოსტის საშუალებით, ასევე მათი ინტერესებიდან გამომდინარე პოსტის საშუალებით და კომისია იწყებს უკვე წარმოებაში მიღების საკითხის განხილვას, რომელიც მიმდინარეობს 5 დღის განმავლობაში და ვიტყვი მთლიან ვადას დაახლოებით 3 თვის განმავლობაში გრძელდება დავის განხილვა, იქიდან გამომდინარე, რომ დაკავშირებულია ძალიან დიდ ტექნიკურ მასალასთან, იქნება ეს ჩანაწერები, სისტემური ჩანაწერები, ეგრეთ წოდებული ლოგები და ასე შემდგომ. და მომხმარებლისთვის ერთი ასე ვთქვათ შეხსენება ბანკთან მიმართვიდან არ უმეტეს 6 თვის განმავლობაში უნდა მიმართონ კომისიას. კი ბატონო და აუცილებლად უნდა გაისვას ხაზი იმასაც, რომ აღნიშნული მომსახურება არის აბსოლუტურად უფასო, ხომ ასეა. და ასევე მათ ინფორმაციას დავების განხილველი კომისიის შესახებ უშუალოდ ბანკები თუ აწვდიან, ანუ თუ სთავაზობენ ალტერნატივად თქვენთან მომართვიანობისთვის. ბანკები სთავაზობენ, პრინციპში კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ როდესაც ბანკი დაუბრუნებს მომხმარებელს პასუხს, ნებისმიერი შინაარსის პასუხს, იქვე უნდა აცნობას მომხმარებელს დავების განხილველი კომისიის არსებობის შესახებ, იმასთან დაკავშირებით რა ვადაში უნდა მიმართოს, ის რომ განხილვა უსასყიდლოა და მაქსიმალურად ახალისდეს მომხმარებელი მეტად დაიცვას თავისი უფლებები. შესაბამისად, ესეც კიდევ დამატებითი ნაბიჯი იყო იმისთვის, რომ მომხმარებელი მეტად ინფორმირებული იყოს, მეტად იცოდეს მისი შემდგომი ნაბიჯები რა იქნება და დაიცვას საკუთარი უფლებები. დავით, საინტერესოა თუ საქმე სამართლიან საარბიტრაჟო დავაშია, პარალელურად თქვენთან მომართვიანობა თუ არის შესაძლებელი, თუ ჯერ უნდა იყოს თქვენთან მომართვიანობა დაფიქსირებული და შემდეგ უკვე საკითხის მოუგვარებლობის შემდეგ უნდა წავიდნენ ისინი სასამართლოში. პრინციპში დავების განხილველი კომისია, როგორც ასე ვთქვათ, ინსტანციას არ წარმოადგენს სასამართლოში მიმართვისთვის, ნებისმიერ მხარეს მომხმარებელს შეუძლია პირდაპირ სასამართლოს მიმართოს ბანკის წინააღმდეგ, რაც შეეხება კომისიას, კომისიაში მოსვლის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოში, მაგრამ უკვე ისეთ დავებზე, რომლებიც სასამართლოში განხილულია, კომისიაში უკვე ვეღარ მოხდება მისი განხილვა, რათა თავიდან მოხდეს, ასე ვთქვათ, პარალელური გადაწყვეტილების მიღების არიდება. გასაგებია და ბოლოსკენ მივდივართ და ერთგვარი რჩევა საინტერესო იქნება მომხმარებლისთვის, ძირითადად რა ტიპის პრობლემებს უჩივიან მომხმარებლები, რომლებიც თქვენ მოგმართავენ, ანუ რას უნდა მიაქციონ ყურადღება, როგორ უნდა დაიცვან მათ თავი იმისათვის, რომ დამატებით თავის ტკივილს აარიდონ თავი. გავრცელებულია განსხვავებული თაღლითური, ასე ვთქვათ, მესამე პირთა სქემები, რომლებიც მიმართულია სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებისკენ, მათი ცნობიერების გათვალისწინებით. ყველაზე გავრცელებულია ეგრეთ წოდებული ფიშინგური სქემები, რომლებიც გულისხმობს მომხმარებლებისთვის ყალბიბმულის გაგზავნას და უშუალოდ სრულ ინფორმაციას, რომელიც მათგან მოითხოვს ბარათის მონაცემების შეყვანას ან ინტერნეტ ან მობაილ ბანკის მონაცემების შეყვანას. შესაბამისად, ეს ასე ვთქვათ, ყველაზე დიდი რჩევა, რაც მომხმარებლისთვის იქნება,
მაქსიმალურად მოუფრთხილდნენ თავიანთ ფიზიკურ ბარათს, მათზე დატანილ ინფორმაციას არ გაუზიარონ მესამე პირებს და ასევე მეტი ყურადღება დაუთმონ ბანკების მიერ გაგზავნილ SMS-ებს, რომლებიც შეიძლება საეჭვო იყოს და რაღაცა გარკვეულ გვერდით მოვლენებზე მიუთითებდეს და მომხმარებლის ჩართულობას, ყურადღებას და თორედ ბანკისთვის მიმართვას გულისხმობდეს, რათა ბანკმა გასწიოს შესაბამისი და დროული დახმარება. დავით, დავების გამხილველი კომისიის საქმიანობა, საკმაოდ მიღებული, აპრობირებული დასავლური პრაქტიკაა. მე მინდა გთხოვოთ შედარება, რამდენად მოდის შესაბამისობაში ჩვენს ქვეყანაში არსებული მოცემულობა და რეალობა დასავლურთან, რამდენად არის საპირწონე და მოწოდების სიმაღლეზე, მიუხედავად ორწლიანი არსებობისა ამ ეტაპისთვის და რას აძლევს ეს მომხმარებელთა უფლებების დაცვას ფინანსური მიმართულებით ქვეყნის მასშტაბით. დიახ, აბსოლუტურად შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ევროკავშირის კანონმდებლობიდან გამომდინარე, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი გარდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის გადაწყვეტილებისა, შექმნილი იყო საქართველოშიც ეს კომისია და მისი ძირითადი პრინციპები ეფუძნება ევროდირექტივებს, რომლის იმპლემენტაციის ვალდებულებაც საქართველოს აღებული ჰქონდა და შესაბამისად იგივე მექანიზმი, ასე ვთქვათ, ევროპული სტანდარტის მექანიზმი დაინერგა საქართველოშიც, რაც შეეხება პარალელს ჩვენი დაკვირვებით დაახლოებით იგივე ტიპის ასე ვთქვათ სქემები არის საქართველოშიც გავრცელებული, შესაბამისად ძალიან დროული და მნიშვნელოვანი იყო უკვე კომისიის შექმნა და სების ასე ვთქვათ ძალისხმევა ამ მიმართულებით. და სების გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად მათი ერთ-ერთი პრიორიტეტია მომხმარებელთა უფლებების დაცვა 2026 წლისთვის გეგმები, მიზნები და სიახლეები როგორი შეიძლება იყოს. პრინციპში ისევ ტრადიციულად დაკვირვება პრაქტიკაზე, როგორ ვითარდება მოვლენები, რა სქემები არის განვითარებული, საინტერესოა რომ თაღლითებიც ასე ვთქვათ ბანკთან და სხვა პროვაიდერებთან პარალელურად ცვლიან თავის სქემებს, შესაბამისად იქნება აუცილებელი დაკვირვება სების მხრიდან, შესაბამისი რეაგირება, ძალიან ასე ვთქვათ მჭიდრო კომუნიკაცია ტრადიციულად ფინანსურ სექტორთან და როგორც ყოველთვის მომხმარებლების ასე ვთქვათ ცნობიერების ამაღლების სხვადასხვა აქტივობები, ის იქნება ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსებით, შესაბამის e-commerce პლატფორმებთან კომუნიკაციით, რათა მომხმარებელს მიეწოდოს ინფორმაცია და ასე შემდგომ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის. მაყურებელს შევახსენებ, დავით ზუხბაია, ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის დავების გამხილველი კომისიის მხარდაჭერის განყოფილების უფროსი იყო ჩვენი სტუმარი და ჩვენი მთავარი სასაუბრო თემა ეხებოდა დავების გამხილველი კომისიის გაფართოებულ უფლებამოსილებას.